პროექტი აგროსკოლა დაიწყო. 2025 წლის პროგრამაში 52 მოსწავლე მონაწილეობს. პროექტს გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს. ორგანიზატორთა განმარტებით პროგრამის ფარგლებში მონაწილეები აგრარულ საკითხებს გაეცნობიან. მიიღებენ ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სოფლის მეურნეობის განვითარება, ქართული ტრადიციული მეფუტკრეობა, ბიომეურნეობა და აგროტურიზმი. ასევე მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა აქტუალურ და საინტერესო გარემოს დაცვით საკითხზე. სასწავლო პროცესი 2 თვე გაგრძელდება. პროგრამა თეორიულ სწავლებასთან ერთად საველე გასვლებსაც მოიცავს. წელს 400-მდე მოსწავლე დარეგისტრირდა, ძალიან მაღალი იყო კონკურენცია, 52 შეირჩა საბოლოო ჯამში, თითქმის ნახევრად არის გოგონები და ბიჭების მონაწილეობა, ესეც მნიშვნელოვანი არის რა თქმა უნდა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წარმატებული კურსდამთავრებულები გვეყოლებათ და რამდენიმე მათგანი მაინც იფიქრებს ამომავლად უკვე აგრარულ პროფესიაზე. ეს არის ონლაინ პროგრამა, რომელიც 2 თვის განმავლობაში ხორციელდება, დაიწყო უკვე სწავლა, 2 თვე გაგრძელდება და 2 თვის შემდეგ იქნება უკვე შემაჯამებელი გასვლითი შეხვედრები, იმ საწარმოებში შეხვედრები იქნება იმ სპეციალისტებთან, ვისთანაც მათ 2 თვის განმავლობაში ექნებათ უკვე აქტიური სემინარები და სამუშაო ჯგუფებში იმუშავებენ მათთან ერთად, ექნება ძალიან საინტერესო თემებზე განხილვები, ისეთი როგორიც არის მაგალითად ქართული ტრადიციული მეფუტკრეობა, თვითონ სოფლის მეურნეობა, პროცესი მინდვრიდან სუფრამდე, ძალიან ბევრი სხვა საინტერესო თემა, რაც მათ აძლევთ ხოლმე იმის შესაძლებლობას, რომ უკვე იმ ახალგაზრდებს, ვისაც აქვთ სურვილი, რომ თუნდაც მაგალითად ისწავლონ მომავალში აგრარული მიმართულებით, უკვე აძლევს შესაძლებლობას, რომ ჩამოყალიბდნენ იმ სპეციალობებზე, რა სურთ მათ. ყოველწლიურად ჩვენ ვცდილობთ ხოლმე განვაახლოთ თემები იმ საკითხების მიმართულებით, რომელიც ახალგაზრდებს აინტერესებთ. ყოველთვის ვცდილობთ გავითვალისწინოთ მათი ფიდბექი, უკავშირი და რეკომენდაციების გათვალისწინებით დავგეგმოთ ხოლმე ახალი თემები. შესაბამისად არის ახლაც გარკვეული თემები დამატებული, იგივე ვცვლით ხოლმე მაგალითად საწარმოებში ვიზიტს და პრაქტიკულ ნაწილს უკვე შემაჯამებელი სამუშაოების სახით წელს მაგალითად ერთი სიახლე იქნება, რომ ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ ჯაიკას წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით. შეგახსენებთ, რომ პროექტი აგროსკოლა 2022 წლიდან ხორციელდება. მასში მონაწილეობის მიღება მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს შეუძლიათ. სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ. ორგანიზატორთა განმარტებით აგროსკოლის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პროფესიების პოპულარიზაციას.